ომი გინდა ჩუმად ვიყოთ. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც განადგურების ღირსია. შეიძლება ყველა ადამიანში იყოს ფსიქოლოგიური მოძალადე, ხო? ესე არ არის, რომ ხა ვიღაცები ვართ ბეკეკები და სხვები მგლები. ცხოვრობენ მოძალადესთან და ამას არქმევენ სიყვარულს. ეს აგრესორიც რაღაცნაირად ამ მსხვერპლს კატათაგურბანას ეთამაშება. იგნორიც გაბუტვაც ხო ფსიქოლოგიური ძალადობა. პასიური აგრესიის ფორმები ცალკე არის, რა თქმა უნდა. და იმ მსხვერპლმა ჭყალებში, რა თქმა უნდა, როგორ უნდა დაიცვას თავი. აღარ შეიძლება რომ მართალი იყო თუ ადამიანებს ანადგურებს შენს გვერდით. ზოგადად სხვა ჭრილობა არის ისეთი, რომელიც არ შუშტება. მეხირო გახლეჩს დიდ კაკლის ხეს, მაგალითად ის ხე ვეღარ ხორცდება, ხო? ბევრი რამ შეიძლება იქცეს ძალადობის იარაღად, რითიც ადამიანი შენზე ხდება დამოკიდებული. და გვიყვარდეს ჩვენი თავი. აუცილებლად. აუცილებლად. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სიუცე გულახდილი საუბრებისთვის და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ჩემი პოდკასტი იწერება Podcast Point-ში და თუ თქვენც ეძებთ სიუცეს, თქვენი კონტენტის შესაქმნელად აუცილებლად უნდა მოხვიდეთ აქ. ჩემი ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel, ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღევანდელი ჩემი პოდკასტის თემაა ფსიქოლოგიური ძალადობა. ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი, ფსიქოთერაპიული ცენტრ კამარას დამფუძნებელი, ამერიკული ლივინგ მუზეუმის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საქართველოში ნათია ფანჯიკიძე. გამარჯობა ნათია. გამარჯობა ანა. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა პირველ რიგში გამოვხატო თქვენს მიმართ. და ძალიან ველოდებოდი დღევანდელ ჩვენს შეხვედრას. ძალიან დიდი მადლობა ასევე შორიდან. აღმოჩნდა რომ ბავშვობაში ერთმანეთს ვიცნობდით შორიდან და პოდკასტებით მეც გიცნობთ და მშვენიერი საღამოა მე მგონი. ძალიან დიდი მადლობა. როგორ გამოგვივა დანარჩენი ვნახოთ. აუცილებლად კარგად გამგვივა, იმიტომ რომ თქვენთან სხვანაირად შეუძლებელია. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ფსიქოლოგიური მოძალადე, ზოგადად რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და ფსიქოლოგიური მოძალადის ფსიქოტიპი რომ აგვიხსენოთ და მისი ქცევები. ერთი კონკრეტული ფსიქოტიპი ასე გამოკვეთით შეიძლება არ იყოს მოძალადე, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც მაინც და მაინც აუცილებლად ფსიქიკური დევიაცია. უბრალოდ შეიძლება აღზრდის ხარვეზის კოპირება იყოს. აი ელემენტარულად ფსიქიკური მოძალადე შეიძლება იყოს მშობელი დედაც კი ბავშვისთვის. და შეიძლება ეს ისეთი სიყვარულითაც იყოს განხორციელებული, როგორიც არის შენ ხო კარგი გოგო ხარ. შენ ხო კარგი ბიჭი ხარ და რაღაცნაირად აი ამ კარგი ბიჭის თუ კარგი გოგოს ტიტულის შენარჩუნებისთვის ბავშვს კონდეს შინაგანი განგაშის გრძნობა, რომ არ დაკარგოს ეს იდეალური და სიყვარულის ღირსი ბავშვის წოდება და ეს უკვე არის ძალადობა, ეს უკვე არის შანტაჟი, ეს უკვე არის ტერორი. ანუ დიაგნოზია ეს თუ არ არის? არა, რა თქმა უნდა, დიაგნოზი არ არის, იმიტომ რომ დედას ეს ხშირად გააზრებულიც არ აქვს. გონია რომ ძალიან მოსიყვარულია და ასეც არის. გონია რომ ძალიან სწორად და კარგად იქცევა ბავშვთან, არც სჯის, არც ყურებს უწევს, არც ატირებს თითქოს, არც უყვირის და აშინებს, არამედ ეუბნება რომ შენ ხო კარგი გოგო ხარ, დაუთმე. შენ ხო კარგი გოგო ხარ, ესე უნდა და პრაქტიკულად ეს არის ესეთი მოსიყვარულე ძალადობა, შანტაჟი, ასე რომ ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან ბევრი ფორმა აქვს. ზოგი შეიძლება იყოს ტერორითაც განხორციელებული, რა თქმა უნდა, პარანოიდული დამოკიდებულებით, ეჭვიანობით, უჩემოთ როგორ წახვედი, სად წახვედი, მეგობრებში შეიძლება ეს იყოს, შეიძლება ეს იყოს უკვე პარტნიორულ ურთიერთობაში და შეიძლება ეს იყოს პოლიტიკურ ურთიერთობაში, როდესაც ძალადობს ავტორიტარული სახელმწიფო მოქალაქეებზე, შეიძლება ეს იყოს სოციალური კიბერძალადობა, კიბერბულინგი ეგრეთ წოდებული. ამიტომ ბევრნაირი ფორმა აქვს და არ არის აუცილებელი. იგნორიც გაბუტვაც ხო
ფსიქოლოგიური პასიური ძალადობა. აგრესიის ფორმები ცალკე არის, რა თქმა უნდა, დუმილით დასჯა და რაღაც ხო, ვითომ ვერ შეგამჩნიე, ვითომ გამარჯვებას არ გეუბნები, თუ ვითომ არ გაღიარებ ოღონდ. ნუ ამაზეც ახლა თვითონ აქ ძალიან მნიშვნელოვანია ბრჭყალებში მსხვერპლის შინაგანი ძალებიც ასეთ დროს როგორია, ხო? იმიტომ რომ მსხვერპლს თუ მოჭარბებული იუმორის გრძნობა აქვს, შეუძლია ამოიცნოს აი ამ იგნორშიც დიდი დაფასება სინამდვილეში, არა? იმიტომ რომ რაღაცა როლი, რაღაც პოზა არის, რომ ნაფიქრია ეს როლი და ეს პოზა შენს მიმართ, ცივი ომი. აი დედაშვილი ახსენეთ და ძალიან ხშირად მიფიქრია რა ვიცით საკუთარ თავზე. შეიძლება ყველა ადამიანში იყოს ფსიქოლოგიური მოძალადე, ხო? აქედან გამომდინარე. რომ იმიტომ რომ თუ ეს გაბუტვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეს გაზლაითინგი თუნდაც თუ ყველაფერი ფსიქოლოგიური მოძალადის ქცევებია, გონია რომ ყველა ჩვენგანშია ეს რაღაცა დოზით. აუცილებლად ყველა ჩვენგანშია აგრესია. აგრესია თანდაყოლილი თვისებაა და ესე არ არის, რომ ახლა ვიღაცები ვართ ბეკეკები და სხვები მგლები ახლა. ბეკეკასაც აქვს საკმარისი აგრესია, რომ დაგიბაკუნოს ფეხები და გირქინოს თავისი საყვარელი პატარა თავით, ხო? ანუ აგრესია ისეთ უწყინარ ცხოველშიც კია, მეტი უწყინარი რო აღარ არსებობს, როგორიც არის პაწაწინა ბეკეკა. ხო, მას ჩემ შვილიშვილს ჩამოვუყვანეთ რაჭაში ერთი ბეწო და ძაღლებმა დაუწყეს სუნვა და ისე დაუბაკუნა ის თავისი ფეხუნები და ძაღლებს იმ რაჭველ ძაღლებს არ ყავდათ ნანახი ბეკეკა და ისე გარბოდნენ დაბრტყალები და ძალიან საყვარლობა იყო ეს ამბავი. აგრესია რასაკვირველია ყველა ჩვენგანშია და ჩვენც პერიოდულად შეიძლება ვიქცეოდეთ უნებლიეთ ან განზრახ აგრესიულად. სხვადასხვა ფორმით. მაგრამ აქ მოძალადე, შენ ხარ მოძალადე, რაღაცნაირად მაინც უნდა იყოს ქცევის პატერნი. არა ერთჯერადი ქცევა, არა ეპიზოდური ქცევა, არა კონკრეტულად ვიღაცის მიმართ ერთგვარი რაღაც გაბუტვა თუ დროდადრო გამოჩენილი კბილები, რომელი კბილებიც ყველას გვაქვს, არამედ როცა ეს არის შენი პატერნი, ურთიერთობა ზოგადად ადამიანებთან, სამყაროსთან და როდესაც ეს არის შენი ქცევის მთავარი მოდელი, ასე ვთქვათ, მაშინ შეიძლება გერქვას მოძალადე, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ არის ის, რომ ხო, არავინ არ ვართ ანგელოზები, ყველას გვაქვს კლანჭები, ყველას გვაქვს ეშვები. და ყოველთვის ბავშვობიდან მოდის ეს ფსიქოლოგიური მოძალადის ქცევები? თანდაყოლილი არის, პატარა ბავშვიც ბრაზობს. როცა შია ბრაზობს და იჭინთება და ჭუბობს და ტირის და ჩვილი ბავშვიც გამოხატავს ბრაზს. კმაყოფილი არ არის, ხო, როცა მოშივდა და როცა ყურადღება არ მიაქცია. ამიტომ თვითონ ბრაზი არის თანდაყოლილი ქცევა, მტრული ინსტინქტი გვაქვს ჩვენ, აგრესიულობა, მაგრამ უკვე ქცევის ნორმები ან გადაძლეულია კულტურით, ან ნაკვები არის არასწორი მოძალადეობრივ კულტურაში ჩვენი აღზრდით, სადაც ხასიათი ჩამოყალიბდა და შეიძლება ეს უკავშირდებოდეს გარკვეულ პიროვნულ აშლილობებსაც. როდესაც ადამიანი ჩამოყალიბებულია უკვე მოძალადეთ და ეს არის მისი ძირითადი ფორმა ურთიერთობის. და იმ მსხვერპლმა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, როგორ უნდა დაიცვას თავი ამ შემთხვევაში? აი, ამისი უნივერსალური რეცეპტი გამიჭირდება, რომ გითხრათ, იმიტომ რომ არც ერთი მსხვერპლი ერთმანეთს არ გავს და უბრალოდ უთხრა, რომ აი ამ დროს ასე უპასუხე, ესე რა თქმა უნდა ვერ ავაწყობთ ახლა სიუჟეტებს, დიდი ის დაგჭირდება და დიდი მედიტაცია დამჭირდება, ხო, რომ გავიხსენო რაღაცა ეპიზოდები, როდის ვინ გამომძვრალა მოხერხებულად ან ასე შემდეგ, ხო? იცით, გააჩნია თვითონ ადამიანის ძალებს ზოგჯერ შეიძლება ფსიქოთერაპევტსაც კი მიაკითხოს ადამიანმა, იმდენად გამოსავალს ვერ პოულობდეს და იმდენად და თვითშეფასება წაართვას, შიაში ფოთოს, სოციალური შიში გაუჩინოს ესეთმა მსხვილმა ძალადობამ, განსაკუთრებით თუ კი ეს ჯგუფურია.
ასე რომ ზოგჯერ შეიძლება ეს იქამდეც კი მივიდეს, რომ ადამიანს დახმარება დასჭირდეს პროფესიული. მაგრამ ზოგადად რა არის იდეალი, როგორ დავიცვათ ამისგან თავი, ხო? ესეც იცით სიტუაციაში ზოგჯერ ინტუიციასაც უნდა ვენდოთ, რომ ზოგჯერ შეიძლება პასუხი გასცე ამ ძალადობას და შენც დაუპირისპირე. საერთოდ ნებისმიერი ჩვენი თავდაცვითი რეაქცია არის სამი სახის, როგორც ეს ზოგადად არის ბუნებაში. ერთი არის თავდასხმა, ერთი არის გაქცევა და მეორე არის გაყინვა, თავის მომკვდარუნება. მაგრამ ადამიანს კიდევ სიტყვიერი ბულინგის შემთხვევაში და სიტყვიერი აგრესიის შემთხვევაში მას აქვს კიდევ ერთგვარი ჩვენ იმით განსხვავდებით ცოცხალი არსებებისგან, რომ ინსტინქტებთან შეგვიძლია გავმართოთ კამათი. ანუ ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს სტრატეგია. ჩვენი ქცევები არ არის მხოლოდ ავტომატური, როგორც ცხოველების შემთხვევაში. მაგრამ ეს ცხოველური საწყისი ბიოლოგიური, რა თქმა უნდა, ჩვენშიც არის. ამიტომ შეიძლება ზოგჯერ მოძალადეს ჩვენც თავს დავესხათ, შეიძლება მოძალადეს ზოგჯერ გავექცეთ, იმიტომ რომ გადავწყვიტოთ, რომ ეს უფრო სწორია, რომ აი მაგალითად ქალი არის ძალადობის მსხვერპლი და გადაწყვეტოს, რომ კი არ შეერკინოს ამ თავის მოძალადე ქმარს, არამედ უბრალოდ გაიქცეს, აიკრიფოს და წავიდეს სადმე. სახლი აქ თუ არა აქვს, აქ თუ დაცული არ არის, საზღვარგარეთაც კი წავიდეს და რა ვიცი, შეიძლება გაქცევა ამჯობინოს, ხო? შეიძლება იყოს, აი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს რეაქცია, სხვათა შორის აი ხა პოლიტიკურ სიტუაციაში შეამჩნევთ, ამას რომ აბა ომი გინდა, ჩუმად ვიყოთ, ხო? თითქოს სიჩუმეზე იყოს დამოკიდებული მოძალადე, შეგჭამს თუ არ შეგჭამს, ხო? თუ დასჭირდა, ასე გატრუნულს გადაკლაპავს და პირიქით შეიძლება ზოგჯერ ხმაურმა გადაგარჩინოს უფრო მეტად. მოკლედ, აი აქ არის რომ გააჩნია რა შემთხვევაში რას ვირჩევთ და კიდევ ზოგჯერ არის უბრალოდ პოზიცია, სტრატეგია, აი პოზიციაში რა იგულისხმება, რომ არის კატეგორია მოძალადეების, რომლებსაც ეს ძალადობა ეს არის მათი სოციალური ცოცვის ხერხი. ანუ ადამიანი არის საშუალო ნიჭიერების ან სულაც უნიჭო და მისთვის ძალიან დიდი პატივია მაგალითად გამოიწვიოს სიტყვაზე აი ვიღაცა ცნობილი ლექტორი ვთქვათ, აი რაღაც ისეთი მეცნიერი, პოეტი, აი ვიღაცა წამოიკიდოს ასე ვთქვათ კამათში, ხო? და აცოცხლდეს ასე ვთქვათ, ამითი ის უკვე გახდეს შესამჩნევი ვიღაცისთვის. შეიძლება აი ეს მისთვის იყოს უბრალოდ სოციალური ცოცვის ხერხი, რომ რაც უფრო მეტს შევბედავ ვიღაცებს, თითქოს ამით უფრო რაღაცა ვჩანვარ თუ რაღაც, ხო? კი, თან ხანდახან დამალული ხელით თითქოს ამას ისე აკეთებენ, რომ ინსტრუმენტები ჰყავთ, ასე ეგრეთ წოდებული, მე ვეძახი ხოლმე ბაბლის სალოსებს, რომ არიან, რომ აი თქვათ ვიღაცას თვითონ არ აკადრებს თავის თავს რაღაც მდარე რო გააკეთოს ვითომ ღიად. მაგრამ ვიღაცა ყავს წაქეზებული, რომელსაც მე ვთქვათ ლაიქით გაამხნევებს ან რაღაც მეგობრობით დააჯილდოვებს ან რაღაც, ხო, ხა ამის მაგალითებს ბევრი გვინახავს. მაგრამ ხო, აი აქ არის ერთი რამ, რომ როდესაც აი ასეთი ტიპის ძალადობა მოდის ადამიანისგან, შეიძლება ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ აი არ ვკვებო და არ მისცე აი ეს სიხარული, რომ რაღაცნაირად აი ამ თანაბარ ომში შეხვე ზოგჯერ, ხო, ზოგჯერ პირიქით. ზოგჯერ შეიძლება რაღაცნაირად შენც იმ ხასიათზე იყო, რომ და აი არის ხშირად, რომ წლების განმავლობაში ცხოვრობენ მოძალადესთან და ამას არქმევენ სიყვარულს. ეჭვიანობს, იმიტომ რომ ვუყვარვარ, მიკრძალავს, იმიტომ რომ ვუყვარვარ. აი ეს რა ფენომენია? ამ დროს მსხვერპლის თავში რა ხდება? ამ შემთხვევაშიც ეს არის, აი მან ალბათ ძილად ბავშვობაში ფორმდება, რომ ბავშვობაში აი როგორი არის იდეალური მშობელი, რომ მსჯელობთ ამაზე, იდეალური მშობელი არის საკმარისად კარგი მშობელი, საბოლოო ჯამში ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ძალიან ჰიპერმზრუნველი მშობელი, ძალიან მაკონტროლებელი მშობელი, ასევე მოძალადეა და დამთრგუნავია ბავშვის პოტენციალის, მაგრამ ბავშვისთვის არც მთლად უარმყოფელი მშობელი, ანუ
ინდიფერენტული, რომელიც საერთოდ ვერ ხედავს ბავშვს, ბავშვს თითქოს გაქრობის განცდა აქვს, რომ არ არსებობს, იმდენად ვერ ამჩნევს დედა ან მამა, ესეც არის ცუდი, ხო, რაღაც ზომიერებაში არის ყველანაირი ბედნიერება, ასე ვთქვათ. და მე მგონი, რომ აი ესეთი უარმყოფელი მშობლების შვილებს შეიძლება უფრო მეტად ქონდეთ ეს განცდა, რომ აი ნახე ყურადღებას მაქცევს, აინტერესებს სად მივდივარ, აინტერესებს საიდან მოვედი და თავიდან ეჩვენება, რომ ეს ინტერესი ბევრ სიყვარულს ნიშნავს, რასაც შეიძლება ის ამჩნევდა სხვა თანატოლების მშობლების მხრიდან და მას არ ქონდა და ეგონა, რომ აი ეს არის სიყვარულის გამოხატვა და ფორმა, რომ მომიკითხონ, დაინტერესდნენ სად ვიყავი, დაინტერესდნენ მესიჯი ვის მივწერე და ასე შემდეგ, მაგრამ ნელ-ნელა ახლა უკვე ცხადი უნდა გახდეს, რომ რაღაცნაირად ზომიერად ტელეფონზე რო ვლაპარაკობ და ვინ არის, რა უნდა, სულ გეკითხე ხა. ერთხელ რაღაც უცებ შეიძლება რაღაც ფრაზას მოკრას ვინმე მყური, რომელიც მოეჩვენოს, რომ ისთვისაც საინტერესოა და გკითხოს, მაგრამ ხა ყოველ შენს ტელეფონის აღებაზე, რომ ადამიანი ანგარიშგაბარებინებს, ვინ არის, რა უნდა და რატომ დაგირეკა, 2 წუთი რატო ელაპარაკე, 3 წუთნახევარი რატო, ასე შემდეგ, ნუ აქ უკვე უნდა მივხვდეთ, ხო, ადამიანები, რომ გაქცევის დრო არის და რომ ეს არ არის ნორმალური. და შემდეგ უკვე იცით რა არის განსაკუთრებით ეგ არის კიდე შედარებით დაბალი საფეხური წნეხის და მთლად ფიზიკური აგრესიაც არის, ხო, ამას უკვე წყვილთა შორის თუნდაც, ხო, ფსიქოლოგიური აგრესია მაგას აღარც ვკითხა. ფსიქოლოგიური აგრესია შეიძლება იყოს მაგალითად ფინანსური დამოკიდებულების შენარჩუნება მუდმივად ისე, რომ აი ადამიანი უშენოდ ფეხს ვერ გადადგამს, შენ თუ ფული არ ჩაურიცხე თუ მიეცი, ხო? ესეც არის კონტროლის მექანიზმი და ესეც შეიძლება ძალადობის იარაღად იქცეს. ბევრი რამ შეიძლება იქცეს ძალადობის იარაღად, რითიც ადამიანი შენზე ხდება დამოკიდებული, მაგრამ არის კიდე უარესი ფიზიკური დამოკიდებულებაც და ადამიანები აი მსხვერპლის ფსიქოლოგია იცვლება იმდენად, რომ აი ამ დაძაბულობაში ისეთივე დამოკიდებულება ემართება მძაფრ განცდაზე, მონაცვლეობაზე მძაფრი განცდების, როგორც მაგალითად კაზინოში მოთამაშეს. ეს არის, რომ ტვინის ლიმბური სისტემა იმდენჯერ აკეთებს კონცენტრირებას ჰორმონებისას, რომ უკვე პრეფრონტალური კორტექსი წაკითხვას ვეღარ ასწრებს, როდის კარგი მოხდა, როდის ცუდი მოხდა და მოსწონს თუ არ მოსწონს ვერ იგებს, ხო? უკვე შიმშილი აი ამ ჰორმონების მოზღვავებაზე, ხო, რომელიც ნორადრენალინის თუ დოპამინის თუ მთელი აი ამ მღელვარების, რომელიც ჩნდება ემოციური ასეთი დაძაბულობისა და გაშვებისას ამ დაძაბულობის და მერე უკვე შეიძლება ძალიან მშვიდ და ჯანსაღ ატმოსფეროში ადამიანი ისეთ გამოფიტულობას გრძნობდეს, რომ დეპრესია გახდეს სამკურნალო, იმიტომ რომ უკვე ვეღარ გრძნობს სად არის ცოცხალი. აი ეს მსხვერპლის ფსიქოლოგიაში არის ერთ-ერთი ბიოლოგიურად განპირობებული ამბავი, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს მოძალადეზე და მეორე ფაქტორი არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რომელიც არის, აი თუ კი ვიღაცამ ადამიანს დაუნგრია თვითშეფასება, რაღაცნაირად აქაც რეგრესია აქვს, ბრუნდება ბავშვობის უარყოფაში თუ ბავშვობის დეფიციტებში და აი ამ რეგრესის მომენტში, როდესაც დაბნეულია და თვითშეფასება შეერყა, მას აქვს აი ესეთი დამოკიდებულება მსხვერპლის მიმართ, რომ ვიც დაუმსხვრია ეს თავმოყარეობა, იმისგან უნდა აღდგენა. ესე იგი დანარჩენი მთელი სამყარო რომ უმტკიცებდეს, რომ კარგი ხარ, გადასარევი ხარ, მშვენიერი ხარ, საყვარელი ხარ, არა აი იმისგან, ვინც გაუცამტვერა, იმასთან აქვს ეს შეკითხვა, რომელიც სავარაუდოდ სადღაც ღრმა ბავშვობაში ჰქონდა ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის მიმართ. აი ეს არის, როცა ფსიქიკა ვარდება რეგრესულ მდგომარეობაში, აი დეკომპენსირდება, ასე ვთქვათ. აი ეს ორი ფაქტორია ხოლმე, ერთი ბიოლოგიური, ერთი ღრმად ფსიქოლოგიური და მესამე ფაქტორი შეიძლება უკვე იყოს სოციალური ფაქტორი, მაგრამ ის უფრო მსუბუქია, თუ კი ადამიანი შეძლებს მსუბუქად აღიქვას. ეს უფრო უკავშირდება იმას, რომ ვთქვათ ადამიანს გონია, რომ აი რომელიღაცა ბაბლი, რომელიღაც ჯგუფი ადამიანების იმდენად
საინტერესოები არიან, რომ მათ უნდა რომ მიეკუთვნებოდეს და აი იმათ თუ იძალადეს და გამოწიხლეს, ისევ ცდილობს, რომ მათ მოაწონოს თავი და თითქოს ისინი ჰყავთ ცენტრში, როდესაც რაღაც მოქმედებას აკეთებს, რაღაც სიტყვას ამბობს, რომ აბა თუ მოვეწონები, აი თუ ვიქნები კეთილგანწყობილი, ეხლა აი იმ საზოგადოებისგან, რომელ საზოგადოებასაც მინდა რომ ვეკუთვნოდე. და ეს საზოგადოება აფურთხებს, გამოაფურთხებს ისევ ამ ადამიანს, ისევ წვალობს, ისევ ეს უკვე სოციალური ტანჯვა არის, ხო? აი, აქაც ახლა თუ კი ამას ადამიანი თავს ვერ აღწევს, მე ყველას ურჩევდი ფსიქოთერაპიულ დახმარებას და თუ ვისაც შეუძლია რომ ეს თვითონ გაიაზროს, თვითონ დაფიქრდეს, თვითონ მსხვერპლზე გაქვთ ხომ საუბარი? მსხვერპლზე, ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მსხვერპლიც ჩაბმულია, ხო? ჩაბმულია. ეს აგრესორიც რაღაცნაირად ამ მსხვერპლს კატათაგობანას ეთამაშება. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ორივე მხარე, ერთი არის რომ აგრესორი, ხა აგრესორს ხوار ვეთყვით შეგონებებს რომ საყვარელო აგრესორო იქნება, აღარ იყო აგრესორი თქვა, ამიტომ უფრო მსხვერპლებს ვეუბნებით ახლა ჩვენ რომ თავს უშველე ხო და დაფიქრდი კიდე რომ როგორ შეიძლება საზოგადოება რომელიც ასე ექცევა ადამიანებს კარგი საზოგადოება იყოს არ არის ეს ილუზიაა და არ ღირს რომ ჭარბი გრძნობები გქონდეს არც ბრაზის არც ჭარბი რაღაცა სევდის და არც გარიყულობის მაგრამ ეს ახლა ასე პოდკასტში იოლის სათქმელია მაგრამ ეს ადამიანმა გაატაროს იმ ადამიანმა რომელსაც აი ეს უარყოფის შიში ღრმა ბავშვობიდან მოსდევს რა თქმა უნდა თლათ ასე ადვილი არ არის ხო და გონია რომ აგრესორს თვით შეფასება აქვს ძალიან დაბალი ამ დროს არა და რაღაც ეგოს პრობლემებიც ექნება აუცილებლად რომ რაღაც აი წარმოჩინება უნდა თავისი აგრესიით აუცილებლად იმიტომ რომ როგორც წესი საუკეთესო საზოგადოება რომელშიც მე მომწევია როდესმე რომ მქონოდა ვინმესთან ურთიერთობა არა აქვს მნიშვნელობა იყო ეს ქართველი თუ არა აქვს მნიშვნელობა იყო ეს უცხოელი საუკეთესო საზოგადოების მთავარი ნიშანი ყოველთვის არის არაჩვეულებრივი უბრალოება და ის რომ არასდროს არ გაგრძნობინებენ თავს არარად. ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია. იმდენი სიბრძნე და სიმწიფე და ზრდასრულობა ამ ადამიანებში, რომ მათ მიზნებში, მათ ვნებებში ეს არ შედის. არ სჭირდებათ. არ ჭირდებათ. ხო. და ეხა ზოგჯერ არის რომ შეიძლება ადამიანს თვითონ კონდეს რაღაც ფხუკიანი ხასიათი და ეგრეთ შეიძლება მოხდეს რომ თქვათ იყოს იმპულსური უფრო, ხო? და არ იყოს რაღაცნაირად დაწმენდილი ტემპერამენტის, მაგრამ ეს იმპულსურობა, აი რაღაც ესეთ სტრატეგიულ ვიღაცის განადგურებას არასდროს არ გულისხმობს. ანუ თუ ადამიანს შეეშალა ბოდიშსაც გიხდის, თუ არ შეეშალა კიდე და რაღაცა ცოტა უხეში იყო, თუ ცოტა გულგრილი იყო, თუ ცოტა რაღაც აკომპენსირებს მერე ამას აუცილებლად და ყოველ შემთხვევაში აი მიზანი სხვა ადამიანის განადგურების არასდროს მთლიან ადამიანს არ აქვს. ნამდვილად არ სჭირდება უბრალოდ რომ ამით იკვებოს, ხო? იმიტომ რომ ესეც არის ერთგვარი მეტაფორა კაციჭამიობის, კანიბალიზმის მეტაფორაა, ხო, რაღაცნაირად როგორ აღმოგაჩინო, როგორ გამხილო, როგორ გამოგათრიო, როგორ მოგიწყო ლინჩი, ეს ყველაფერი არის რაღაცნაირად ძალიან პირველყოფილი განცდების მეტაფორა, რომლის გამართლება თუ დაიწყე, ყოველთვის შეგიძლია. და საერთოდ ყველაზე საშიში მაინც არის უნივერსალურ რაღაც მორალს რო ამოეფარებიან ხოლმე, ხო? მაგალითად, ძალიან რთულია ვიღაცამ თუ რელიგიური მორალიდან დაიწყო ვინმეს დევნა. ვიღაცამ კანონიერები, ამ დროს კანონი შეიძლება ისეთი უსამართლო იყოს საშინლად, ხო? და ესეთი ლეგალისტური აზროვნება, რომ აი შენ არასწორი ხარ, იმიტომ რომ არასწორი ხარ და მორჩა აი ამ კრიტერიუმების მიხედვით, ესეთი ლეგალისტური აზროვნებაც გათვალისწინების გარეშე რაღაცა გარემოებების, რა თქმა უნდა, ხო რაღაცა მაინც
რაღაცნაირად ვითომ უპირატეს როლში გამყოფებს, რომ შენ სიმართლის, სისწორის მხარეს ხარ და აი ამ სისწორის ძალიან კარგი ფილმი გააკეთეს, წამკითხველი არის ესეთი არაჩვეულებრივი წიგნი, რომელზეც Kate Winslet თამაშობს, ფილმიც გადაიღეს და აი აქ არის ის, რომ ადამიანი, რომელიც უკითხავს გერმანელ ქალს, პატარა ბიჭი უკითხავს წიგნებს. იმიტომ ამ ქალმა კითხვა არ იცის და ძალიან შეყვარებულია ეს ბიჭი ამ ასაკით დედისტოლ ქალზე. შემდეგ უკვე იწყება ომი, უბედურება და მოკლედ SS-ელი ქალების რიგებია შესავსები და საკონცენტრაციო ბანაკში იწყებს ეს ქალი მუშაობას და ეს ბიჭი უკვე დიდი კაცი, გაზრდილია უკვე დაამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, სწავლობს სამართალს და ერთ-ერთ პროცესს ესწრება, როგორ ასამართლებენ უკვე ნაცისტების შემდგომ პერიოდში ამ ქალს, რომ აი შენ რომ მაშინ ეს ებრაელები აი ესე უმობლად კრემატორიუმებში შეყარე თუ რაღაცა, რას ფიქრობდი? და ეს ქალი რო არის გაოგნებული, იმიტომ რომ აბსოლუტურად მართლად თulis თავს, რომ მე ხო დამავალეს და ის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას და აბსოლუტურად არ ესმის და ისიც არ ესმის ხელს რას აწერდა, იმიტომ რომ ამ ბიჭმა იცის მხოლოდ რომ ამ ქალმა წერა კითხვა არ იცოდა. ეხლა ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე, რომ სხვა შორის რაღაცა ძალიან კარგი ის გაჩნდა. Facebook გვერდი წიგნები ერთ წუთში. ხო და მე ხა ვერ ჩავეტი ერთ წუთში და რაღაცნაირად ვერ შევქმენი ამ წიგნის სრული სურათი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი იდეა აქ ის არის, რომ აი ეს ქალი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში მუშაობდა, აბსოლუტურად ვერ ხვდება კარგა ხანს, ბოლოს კი არ დაგასპოილერებთ თუ არ აუცილებლად არც წიგნი, ან ფილმი ორივე ძალიან კარგია. არ დაგასპოილერებთ, იმიტომ რომ ფინალი ძალიან საინტერესო აქვს, მაგრამ აი მთავარი მომენტი აქ არის ის, რომ ის კეთილსინდისიერია იმ საქმის შესრულებაში. ხო და ამიტომ აი ეს რაღაცნაირი ძალიან სწორხაზოვანი აზროვნება ყოველთვის შეიცავს რისკებს, რომ ყველაზე არასწორი იყო ამ დროს ადამიანი, რომ აი თითქოს რაღაც დიდი სიმართლე გიჭირავს ხელში, მაგრამ აღარ შეიძლება რომ მართალი იყო თუ ადამიანებს ანადგურებს შენს გვერდით. ყოველთვის ხვდებით, რომ მოძალადესთან გვაქვს საქმე? თუ შეიძლება აი ვიცხოვროთ მთელი ცხოვრება და რაღაცნაირად ვერ მივხვდეთ. კი, ზარალდებოდეთ, მაგრამ ამასაც ვერ მივხვდეთ და ჩვენ თავს დავუბრალოთ რაღაცეები და არა მოძალადეს. აი მე ცუდი ვარ, მე რო კარგი ყოფილიყავი, ისე არ მომექცეო და ხო არის ესეც ძალიან ხშირად. კი, ძალიან ხშირად არის, იმიტომ რომ მოძალადის მთავარი სურვილიც ხომ ის არის, რომ ასე იფიქრო საკუთარ თავზე, ანუ თვით შეფასება ჩამოვარდეს ძალიან დაბლა. ამიტომ აი მსხვერპლისთვის მთავარი რეკომენდაცია რა არის, რომ მთავარი გამარჯვება კი არ არის, რომ თქვათ ვიღაცა რომ მოგდევს ნაჯახით, შენ აიღო და ასწრო და ნაჯახით თავი წააკვეთო, ეს კი არ არის მთავარი. მთავარი აი ამ ძალადობრივ ჯაჭვში არის ის, რომ შენი შინაგანი განცდა საკუთარი თავის იყოს საკმარისად მყარი, შენ იცოდე ვინ ხარ შენ. და შენ იცოდე, რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც ღირსია რომ გაანადგურონ. რომ შენ არ ხარ ადამიანი, რომელიც ღირსი არის, რომ დაფლითონ, ასე მოექცნენ, ასე დაამცირონ. აი, ამაში უნდა იყო დარწმუნებული. ხო, მაგრამ აი ფსიქიკას რო უფუჭებს მოძალადე თავის მსხვერპლს და მაგდენსაც ვეღარ ფიქრობს შემდგომ. კი, იმიტომ რომ მოძალადეებსაც აქვთ ძალიან კარგი ინტუიცია, ვინ ასხივებს აი ამ მსხვერპლის ფსიქოლოგიას. იციან ვის ფსიქიკაზე შეუძლიათ ესე დასკუპება უფრო იოლად. ხო და აქედან გამომდინარე, აი მაგაში არის ზუსტად საქმე, რომ სასიამოვნო შეიძლება არც ერთ ვარიანტში არ იყოს, როდესაც ვიღაც ცუდად გექცევა, მაგრამ ის რომ შენ არ განივითარო ეს მსხვერპლის ჩამონგრეული ფსიქოლოგია, აი ამაზე მუშაობა შეიძლება ნამდვილად.
თორემ მაგაში მართალი ხარ, ზოგს მოთხოვნილებაც აქვს, რომ მოთხოვნილებაც ხო, აქვს, ნუ კი. ერთხელ ერთი გოგო მეუბნება მჰმ. მაგალითად, რომ ჩემმა მამაომო ამიკრძალაო შარვლის ჩაცმაო და მე შარვლებს აღარ ვიცვამო და ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ვერ მივხვდი რას ამბობდა და რატო კითხეთქო? აი რატო კითხე შარვალი ჩავიცვა თუ არ ჩავიცვა? აი რატო კითხე ხო, მაგრამ ესეც არის ერთგვარად ასევე დამოკიდებული ფსიქოლოგია, როდესაც აი სხვას ეკითხებიან, რომ რა ჩავიცვა? აუ რა ჩავიცვა? ხო, აი როცა ადამიანი ელემენტარულ რაღაცას ვერ წყვეტს, ანუ კავშირში ნაკლებად არის საკუთარ თავთან, რომ აი რის ხასიათზე ვარ, რაში ვიგრძნობ დღეს თავს კომფორტულად, რომელი ფერის შიმშილი მაქვს დღეს, რაღაცნაირად თავისუფლად უნდა მეცვას დღეს თუ გამოპრანჭვის, გამოკვანწვის ხასიათზე, ხო? რა მეტი კონტაქტი საკუთარ თავთან, აი რაც უფრო დისოცირებული ადამიანი საკუთარ გრძნობებს, საკუთარ შეგრძნებებს, რა თქმა უნდა, იქ ძალიან ადვილია, რომ თვითონაც კი მოითხოვოს, სადაც მოძალადე არ არსებობს, მივიდეს და კითხოს, რომ მოდი რა შენ მიკარნახე ისეთი ელემენტარული რამეც კი რა ჩავიცვა. და შეიძლება ამის უკან ისეთი მარტივი ფარული ფსიქოლოგიური ის იყოს, რომ შეიძლება სადღაც პატარა გოგოს ეჭვეპარება მიხდება თუ არა შარვალი და ძალიან კომფორტში აღმოჩნდა, რომ აუკრძალა მღვდელმა, რატო აუკრძალა რა შუაში? კი. რატო კითხა საერთოდ ვერ მივხვდი. ამიტომ არის ეგრეც, ხო, რომ თვითონვე აქვთ სურვილი, რომ რაღაც იყოს ძალიან ცხადი, ვიღაცამ გადაწყვიტოს ყველაფერი. ესეც ხო ფსიქოლოგიური პრობლემაა მათი. რა თქმა უნდა. როცა გინდა რომ ყველაფერი იყოს ცხადი, ყველაფერი იყოს დაწერილი და ყველაფერი იყოს რაღაცნაირად ნაკარნახები უკვე თითქოს ნაგულისხმები ყველაფერი და როგორც პატარა ბავშვს ეუბნებიან რომ ჩაიცვი მივდივართ, აი ეს ჩაიცვი მივდივართ ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მისაღები. მაშინ როცა სხვა ამაზე აგიჯანყდება რომ მოიცა წასაც როგორ არ შემითახმე წინასწარ, რატო არ მკითხე მქონდა თუ არა დრო და ასე შემდეგ, ხო? ემპათიურები უნდა ვიყოთ თუ არა ფსიქოლოგიური მოძალადის მიმართ. თუ მხოლოდ ასე ვთქვათ, კოგნიტური ემპათია გავიგე, მესმის შენი, მაგრამ არ მოყვები. აი რა, მაინც როგორ უნდა მოვიქცეთ, აი რა უნდა გავაკეთოთ. იცით რა, ემპათიურობა რაღაცა დოზით, რაღაც დონემდე ჩვენ რომ მივხვდეთ, რომ ადამიანი თვითონ არის ასოწარკვეთილი, თვითონ რაღაც პრობლემა აქვს და ამიტომ იკაწრება, იპორჭყნება და ასე ვთქვათ, მეტაფორულად, რო ვთქვათ, ურჩხულად არის ქცეული. თუნდაც რომც არ აღიარებთ ეს. ხო, აი ეს ურჩხულის და მზეთუნახავის არქეტიპში თუ შევალთ, რომ აი მე ვარ მზეთუნახავი, რომელიც ახლა ამას ისე მოვეფერები, რომ გადაიქცევა მშვენიერ პრინცად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ღირსია, რომ ვცადოთ. მოვეფეროთ, გავათბოთ, ვაჩვენოთ სიყვარული, ვაჩვენოთ ერთგულება, ხა იგულისხმება, რომ თუ კი ეს რაღაც ახლობელ და შეყვარებულ ადამიანზეა, ხო ლაპარაკი, მაგრამ ეხა მეორე საკითხი არის, რომ ამ ურჩხულის მოთვინიერებაში თუ გრძნობ, რომ წარუმატებელი ხარ და დაქტორა ამ ურჩხულმა და შენ უკვე ცოცხალი აღარ ხარ ფაქტიურად და ის კიდევ უარეს ურჩხულად გადაიქცა, ასეთ შემთხვევაში უკვე ეს არის დაბალი თვითშეფასების მეორე რაღაცნაირი უცნაური ნარცისტული განცდა, რომ უჩემოდ დაიღუპება. დაიღუპება, კი. აი ამ დროს რო ეუბნები, რომ შენს ხელში აი ნახე რას გავს. ხო ხარ მის გვერდით, ნახე რას გავს და საიდან გაქვს ეს ამბიცია, რომ უშენოდ უარესად იქნება, ხო? მეტი უარესად რაღა უნდა იყოს. ამიტომ აი ესეც რომ ზუსტად შევაფასოთ რა როლი გვაქვს ვიღაცის ცხოვრებაში და რამდენად კეთილია ჩვენი გავლენა და რამდენად ნამდვილად ვეხმარებით რომ არ ჩამოიშალოს ადამიანი და თანაც არ ჩამოიშალოს იმ მსხვერპლის ხარჯზე რომ შენ ჩამოინგრე აუცილებლად ჩამოინგრები, ხო სწორია? ხო, თუ კი ნგრევისკენ უკვე წავიდა საქმე ესე იგი ეს არ არის შენს წამი. მაგრამ გონია ისიც, რომ ვერასოდეს ვერ დავეხმარებით ჩვენ ესე ადამიანები თუ აქ ფსიქოთერაპევტი არ ჩაერთო. არ მგონია, რომ რაღაც ესე ურთიერთობაში ვინმეს ვუშველოთ.
ხო, ეხლა გააჩნია ხო ყველანაირი ჩანასახი რაღაცის, რომ სადაც ყველას შეგვიძლია დეკომპენსირება, ყველას გვაქვს რაღაც სუსტი ნაწილი, ხო? კი. რაღაც მან შეიძლება ყველა ვიყოთ მგრძნობიარეები და მსხვერპლები. აი, როგორც აქილევსსაც კი ქუსლი აქვს ხო სუსტი და აი ეს ნებისმიერ ადამიანში რომ ჩვენ ადამიანები ვართ, არ ვართ თავიდან ბოლომდე ქვითკირის და რასაკვირველია ყველას გვაქვს რაღაცა აქილევსის ქუსლი, რომელიც არის ჩვენი მტკივნეული მგრძნობიარე წერტილი. მაგრამ ყველაფერს აქვს ხარისხი. რამდენად სუსტი. ხო და აქედან გამომდინარე თუ კი ადამიანი არის რაღაცნაირად თავისი წარსული ტრაუმიდან თუ წარსული რაღაც ფსიქოლოგიური არასწორი მრუდე ვეილის გამო დაზიანებული მსუბუქად აქ შეიძლება რომ კარგ სიყვარულს, კარგ სწორ მოპყრობას, გათბობას, პატივისცემის ჩვენებას ძალიან კარგადაც ჰქონდეს შეიძლება. მნიშვნელობა. თუ ეს სუსტი ხარისხია, მაგრამ თუ ეს არის აი ძალიან დესტრუქციული, ძალიან ჩამოშლილია ხრმა. ადამიანი, ასეთ შემთხვევაში ალბათ რთულია პროფესიული დახმარების გარეშე მან ააწყოს თავისთავი ისე რომ დამაზიანებელი აღარ იყოს სხვისთვის, ხო? თუ არ მოინდომა რომ გაიაზროს ეს უკვე სპეციალისტთან ერთად. მე მგონია რომ ძალიან დიდი კულტურაა, როდესაც ადამიანს ჭირდება, ხვდება და მიდის ფსიქოთერაპევტთან. არ აზიანებს არც საკუთარ თავს, არც სხვას. და აი ესეც საინტერესოა, როგორ უნდა შევარჩიოთ ფსიქოთერაპევტი. ახლა ჩემთვის მაგალითად ძალიან ინტიმური თემა ეს ფსიქოთერაპევტის შერჩევა. აი ან უნდა მივიღო ეს ადამიანი, ძალიან უნდა ვენდო. ძალიან მაინტერესებს თქვენგან ამის მოსმენა. აი როგორ შევარჩიოთ ფსიქოთერაპევტი? იცით თავისთავად ის რომ აი რაღაცნაირად ადამიანის გრავიტაციის ველი, აი მისი გრავიტაცია შენთვის უნდა იყოს დადებითი, შენთვის უნდა იყოს მისაღები, კი მესმის ეს იმიტომ რომ ეს ფსიქოთერაპევტზე კი არა, აი სტომატოლოგიც კი, ხო სტომატოლოგი რომელთანაც წლები დავდიოდი, აი რაღაც ის იყო ჩემი სტომატოლოგი რა. და ნუ აი რო გარდაიცვალა დავობლდი. ასე ვთქვათ. ასე რომ ეგ არის სომატურ მედიცინაშიც კი ვიღაცის მიმართ გაგვიჩნდება ნდობა რომ ქირურგია და შეგვიძლია რომ მისი დანის ქვეშ დავწვეთ ნდობით და ვიღაცა არის განგვიზიდავს, ხო? ანუ რა თქმა უნდა ეს სრულიად გასაგები არის რომ ვიღაცისგან გრძნობ რაღაცას ინტუიციურად, რომ მასთან შენ შეგიძლია გქონდეს ურთიერთობა. ეს ერთი ნაწილი არის როგორ არა. მაგრამ მეორე ნაწილი არის, რომ ობიექტურად არსებობს კომპეტენცია, რომელ კომპეტენციასაც ამოწმებს, რა თქმა უნდა, დიპლომები და სერტიფიკატები. და რამდენად სანდო ინსტიტუციის მიერ არის სერტიფიცირებული თუ ხარისხი მინიჭებული თუ რა განათლება და რა ბიოგრაფია აქვს ადამიანს, ახლა რა გამოცდილება. ეს ხო ნამდვილად ობიექტური კრიტერიუმია, ახლა მეტი ობიექტური კრიტერიუმი ჯერ არ არის მოგონილი უბრალოდ. და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება სულაც არ გქონდეს თერაპევტის მიმართ, მაგრამ ამ ადამიანმა ძალიან კარგად იყოს განსწავლული და ძალიან კარგად იცოდეს თერაპიის ის მიმართულება, რომელ სკოლასაც, რომელ თეორიულ ჩარჩოსაც მიეკუთვნება. და რომელ თეორიულ ჩარჩოშიც ის ვითარდება თავისი პროფესიონალიზმით, ხო? გამომდინარე აქედან ის პროტოკოლი, ის ტექნიკები, ის თერაპიული ხაზი თავისთავად უკვე არის ძალიან სასარგებლო და დამხმარე. იმიტომ რომ ადამიანი ასე ფრიადოსნულად თუ მიხვება ამ პროტოკოლს, აი თუნდაც იყოს ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტი, რომლებსაც აი თავიდან პირველად ხა კატლეტი რო გავაკეთე, ვერ ნახევარი დღე ვაკეთებდი, ვერ მოვწყდი რეცეპტს. 50 გრამი ხახვი რო ეწერა, ესე იგი 51 გრამი არ უნდა ყოფილიყო, ისე ვღელავდი და მე ხო რაღაცნაირად თვალით აი ინტუიციაში გადმოდის ხო რა
რაღაც ხელების ცოდნა, ყველანაირ ცოდნაში გადმოდის კი. თითქოს მე როგორ გვიადვილდება ყველაფერი და ესევე არის რომ ჯერ ძალიან კარგად ვსწავლობთ წესებს იმისთვის რომ მე ამ წესებს შეშინებული აღარ მივყვებოდეთ და უკვე თავისუფლება მივცეთ რომ თავისუფალი იმპროვიზაცია გავაკეთოთ ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ამ ტექნიკის მერე რომელი ტექნიკა გამოვიყენოთ ამ შეკითხვის მერე რომელი შეკითხვა დავსვათ ხო რა თქმა უნდა ეს მოაქვს პრაქტიკას მაგრამ ახალგაზრდა თერაპევტებიც არიან ძალიან სანდოები ზოგჯერ უფრო მეტადაც კი იმიტომ რომ ახლა იმკვიდრებენ თავს ძალიან ღელავენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ და ამიტომ მართლა პრიოდისნულად მიჰყვებიან პროტოკოლს მთავარი იყვნენ კარგად ნამეცადინები აქედან გამომდინარე თვითონ მათი თერაპიული მეთოდიც მაინც მუშაობს მაგრამ ეხლა თუ ამას კიდე გამოცდილება ემატება ეს მოქნილობა რომ ადამიანს ესმის თვითონაც აქვს უკვე თავისი ჭრილობები დაგროვებული, გადალახული, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კიდევ რაღაცას გამოცდილებაც ცხადია ძალიან ეხა ფსიქოთერაპევტის ჭრილობები ახსენეთ დაგროვებულ ჭრილობებზე ისიც ძალიან ხშირად გამიგია რომ აი რა უნდა მიშველოს თავის ცხოვრებისთვის ვერ უშველია ძალიან ხშირად არის აი ეგ არის ძალიან არქეტიპული ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ ყველაზე მთავარი მკურნალი თვითონ არის ჭრილობის მატარებელი რა თქმა უნდა ეს მეც არის ასე მითოსშიც ხო აი მაგალითად მე სასწორი ვარ ჰოროსკოპით დიდათ ეხა ჰოროსკოპებით ხანდახან ეს ვეძებ ხოლმე რომ რა არის ამ სასწორებზე არც კარგი წერი არც ცუდი წერი ხო მაგრამ არის რომ აი აქაც არის ხო დაჭრილი კენტავრი რომელიც არის მკურნალი ეს არის სასწორის ზოდიაქოს მფარველი და მფარველი თუ რა ვიცი რა ჯანდო შეიძლება ამერიოს როგორ ის ხო მაგრამ ასევე მთავარი მკურნალი რომელიც თვითონ არის ჭრილობის მატარებელი ეს არის ქრისტე ხო რომელსაც ჯვარსაც ვამენ და რომელიც არის დასერილი და ფერდებ შენგრეული და ეკლის გვირგვინით ამიტომ ის რომ ადამიანს რომელსაც თვითონ იმდენი ტრავმა გადაუტანია თვითონ იმდენი ჭრილობა აქვს თვითონ ცოტა თავისებურია მერას მიშველის ეს არ არის სწორი იმიტომ რომ მთავარია ეს ადამიანი კარგად იყოს განსწავლული მთავარია ამ ადამიანს უყვარდეს ადამიანები და იყოს დამნდობი ბუნებით ანუ მას შეეძლოს რომ შენში ადამიანი დაინახოს და მგონია რომ ადამიანს ვისაც გავლილი აქვს ეს ყველაფერი ბევრად კარგ რჩევას მოგცემს და ყოველთვის ასე არ არის ადამიანი არ უნდა დარჩეს ნებისმიერ ადამიანს თავის ბიოგრაფიაში ცხოვრების მანძილზე ტრავმაც აქვს მაღალი ხარისხის სტრესიც აქვს და ჭრილობაც ხო მაგრამ ზოგის ჭრილობა ვერ შუშტება ხო მთავარი არის რომ ადამიანმა იცოდეს განაჭრილობას არ მიიღებ მაგრამ ამ ჭრილობის მიღმა შენ შეგიძლია განკურნო სხვა მთავარი არის რომ აი ამ ჭრილობის ტარება შეგეძლოს და შეგეძლოს ანუ კარგი რეანიმატოლოგი მაგალითად ხო ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ავად თვითონ არ ხდება მაგრამ მთავარია რომ შენ რო გიჭირს რა გააკეთოს იცის არის ჭრილობა რომელიც არ შუშტება ნუ არ გულისხმობ ყველა ჯვარი წერია როდესაც დედას უკვდება შვილი მაგას არ გულისხმობ ზოგადად სხვა ჭრილობა არის ისეთი რომელიც არ შუშტება კი ტრავმა ზოგადად იმით განსხვავდება სტრესისგან რომ ტრავმა არის თავზარი აი როგორც მეხი რო გახლეჩს დიდ კაკლის ხეს მაგალითად ის ხე ვეღარ ხორცდება ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ აი ამ ტრავმის მერე ადამიანის ცხოვრებას არ აგრძელებს მაგრამ ტრავმას აქვს ძალიან დიდი ინერცია აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა არსებობს ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიებიც მაგალითად თვალის მოძრაობის თერაპია EMDR არსებობს ტრავმაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიაც ცალკე კიდე ძალიან კარგად მუშაობს არტ თერაპია იმიტომ რომ არტ თერაპია ეს სიმბოლური პრაქტიკით მუშაობს და თუ კი ტრავმა ოდნავ მაინც შეიძლება შემსუბუქდეს აი თვითონვე ადამიანი მექანიზმშია ჩადებული ინსტინქტივით რომ ადამიანი თუ გლოვობს და თუ დღესასწაულობს არ აქვს მნიშვნელობა ყოველთვის მიმართავს ხელოვნებას
აუცილებლად და ისედაც ხო იმ საფლავზე იმ პატარა აკლდამის თუ იმ პატარა უკვდავების ძეგლის მოწყობაც ეს არის რაღაცნაირად აი სიმბოლური ძეგლის დადგმა იმ თავისი ტკივილისთვის, რომელსაც აქვს თავისი მომაშუშებელი ფუნქცია. აი ამითივე შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ადამიანები პირველყოფილი ადამიანებიც ქაოსის შიშისგან განსაკურნებლად და ყველაფრის მოსაშუშებლად ზეძალებს მიმართავდნენ რიტუალებით, რომლებიც იყო ხელოვნების ჩანასახი, ხო? ეს ლოცვები იყო პოეტიკის და პოეზიის ჩანასახი, თეატრალური წარმოდგენის, როგორც მოიხატავდნენ, ალგორითმული მოძრაობა, რიტმული, ეს იყო ცეკვის ჩანასახი და ასე შემდეგ და აი ეს რო ქაოსის მოწესრიგებას აი ამ ხელოვნებით ცდილობდა პირველყოფილი ადამიანი და შელოცვების ტექსტები რო არის ძველი მაგიური ტექსტები, პრაქტიკულად არის საფუძველი ყოველგვარი პოეზიის და ხელოვნების. აი რაჭული ესეთი მაგიური ტექსტებია, რომ გაიპო შავი კლდე, გამოვარდა შავი რაში, ну ისეთი იმიჯებია სიზმრისეული, რომ 10 პოეტს და 10 მერანო ჩემოს ეყოფა. ასე რომ აი ის ძველი პრიმიტიული რიტუალებიც ხო რადგან იყო პირველი წამალი, რომელითაც ადამიანმა იწამლა, რომელითაც ადამიანი მკურნალობდა ამ შელოცვებით ფიზიკურ დაავადებასაც და ფსიქიკურსაც, აი მანდ არის სწორედ დაფუძნებული არტ-თერაპიის ძალა, აი ამ სიმბოლური აზროვნებიდან, როგორ შევძლოთ იქნებ ტრაუმის ოდნავ მაინც სიმბოლიზირება, იმიტომ რომ ტრაუმის პრობლემა არის ის, რომ ის ვერ სიმბოლიზირდება. როგორც ამას აკეთებს დაუშვათ ადამიანში ვერ სხვა ტიპის სიმბოლიზირდება. სტრესი, ხო? და თუ ვერ სიმბოლიზირდება, შიგნიდან გხეთქავს, იმიტომ რომ მას არ აქვს სახელი არ ერქმება, ხო? არა, ხო, აი რაღაცა გახლეჩილი ხარ რა, მოკლედ. და სახელი თუ დავარქვი, თუ უკვე რაღაცა ოდნავ მაინც ნუგეში მოუძებნეთ და რაღაცაში გადავიტანეთ, მაშინ აი არ ვიცი როგორ თქვა, აი მაგალითად ჩამნაცვლებელი ობიექტი, ვინიკოტს აქვს ეგეთი გარდამავალი ობიექტი, რომელიც აი უსაფრთხო ობიექტი არის ბავშვს მაგალითად რომელიღაც დათუნია ყავს, რომელიც დედას როს წყდება, აი ეს დათუნია უსაფრთხო გადასვლის ფუნქციას ასრულებს გარე სამყაროში, ხო? აი ეს გარდამავალი ობიექტი დიდობაშიც რჩება, სიმბოლოები. ოღონდ ბევრად უფრო არა ასეთი პირდაპირი გზით, არა ჩასახუტებელი დათუნიათი, ხო? აი მაგალითად მამაჩემს ძალიან უყვარდა ქვების შეგროვება, ნახე სრულყოფილი ქვა. იძახოდა სრულყოფილი ქვა იყო რაღაც მრგვალი ქვა, ოვალური ქვა, ასეთი ქვა, ისეთი ქვა და ზღვაზე რომ მიდიოდა აუცილებლად მოქონდა ეს სრულყოფილი ქვა. ну мама რა ვიცი 30 წელია უკვე გარდაცვლილია და თუ კი რამე მისი სამახსოვრო ყველაზე ძვირფასი მაქვს მისი ეს ზღვიდან ჩამოტანილი სრულყოფილი ქვები. ესე იგი ეს არის ჩემს და მამას შორის რაღაც გარდამავალი ობიექტი, რომელიც აი იმხელა სიყვარულია ჩემთვის ეს ქვები, რომ რა ვიცი, მე აი ის ქვები რომ დამეკარგოს, ალბათ ეს იქნება ყველაზე მწარე დანაკარგი ჩემთვის, მტკივნეული, ვიდრე რა ვიცი, ეხლა დიდად ბრილიანტები მაქვს თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ რა ყველაფერი დამცვივდეს ეხლა. აი არაფერი ეგრე არ მატკენს გულს როგორც მაგ ქვების გაქრობა. იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს არის რაღაც ხიდი, რომელიც მიმსუბუქებს იმ ჭრილობას, რა თავზარიც დამეცა მაშინ, რომ აბსოლუტურად ადამიანი, რომელსაც არაფერი არ ტკიოდა, გაქრა. ხო და აი ასეთი რამ არის, ხო, რომ არის კიდე ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი სახის მძიმე მეხი, რომელიც ადამიანს დაეცემა სახელად ტრაუმა და ასეთ შემთხვევაში ძალიან კარგი ძალები აქვს არტ-თერაპიას ამისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრაუმა როდესმე უკვალოდ, სრულიად უკვალოდ კრება. არა. მაგრამ ის რომ აი ამ ბზარში რაღაც სიცოცხლე გაჩნდეს და აი ბზარში ყვავილი ამოვიდეს, ეს შეგვიძლია და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. სიმბოლოები ახსენეთ და ძალიან დამაინტერესა. აი ბავშვებმა იციან სათამაშოების ჩახუტება, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დიდი ასაკის, მე ვიცნობ ახლა უბრალოდ არ მინდა არ ვიტყვი, დიდი გოგო, აი ვთქვათ 23, 24, 25 წლის გოგოსაც ჩახუტებული აქვს სათამაშო ხამე. აი ეგ რისი სიმბოლოა? ანუ
რამისგან თავს იცავს რაღაც ანუ გარდამავალი ობიექტი ვერ გაწია გვერდზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სადღაც ფსიქიკური ასაკი ჩამორჩენილია ბიოლოგიურ ასაკს. რაღაც ასპექტში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს ან ინტელექტი არ აქვს, ან კარგად ვერ ისწავლის, რაღაცაში შეიძლება გენიალური ადამიანიც იყოს, მაგრამ სადღაც ჩვენი ასაკი არის რაღაც მრავალშროვანი. ჩვენ გვაქვს მაგალითად სოციალური ასაკი, რომელიც ჩემი სოციალური ასაკი, ჩემი შვილების, ჩემი ქალიშვილის ასაკში უფრო ბევრად უფრო ხანდაზმული იყო, იმიტომ რომ მის ასაკში მე უკვე მყავდა 2 შვილი, მე უკვე, რა ვიცი, ომი გვქონდა გადატანილი, 1000 გასაჭირი, 1000 მამაჩემიც უკვე გარდაცვლილი, რა ვიცი, ძალიან ბევრი ჭრილობა მქონდა უკვე მიღებული, ძალიან ბევრი მოვლენა იყო ქვეყანაშიც მომხდარი და პირად სოციალური ასაკი, რომ მე მუშაობა, არა, მაგანაც ადრე დაიწყო. მუშაობის მხრივ, მაგანაც სოციალური ის, მაგრამ აი მეორე სოციალური ურთიერთობა, შვილები, რაღაცები, ამ ასაკში მე ვიყავი უფრო ქალი. ის ჯერ კიდე გოგოა. ხო და აი ესეთივე რაღაც არის კიდე ფსიქოლოგიური ასაკი, არის კიდე ბიომარკერებით, ყველა დაახლოებით ერთი და იგივე ვართ, ხო, რაც არ უნდა ვიღაც ცოტა უკეთ ეჩვენებოდეს, რომ გამოიყურება ვიღაც ნაკლებად, ბიომარკერებით ძირითადად ყველა მივყვებით მაინც ერთი და იგივე დიაპაზონს ასაკის, როდის გვაქვს პუბერტატი, როდის გვაქვს შემდეგ დაუშვათ რაღაც კლიმაქტერიული ასაკი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ არის რომ აი ფსიქოლოგიურ ასაკში შეიძლება იყოს ჩამორჩენა. კი, აი მასე არის ხოლმე რომ მაგალითად რო ყავთ რაღაცა 50 წლის ქალს ყავს 25 წლის შეყვარებული და ნუ რატო ყავს 25? იმიტომ რომ იმ ბიჭის ასაკი არის უფრო დიდი და ამ ქალის ასაკი არის უფრო პატარა. ფსიქოლოგიურად, ანუ ვერ არის თავის ასაკთან გათანაბრებული. ამას შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. გასაგებია და ბოლოს ტრადიციულად რისი თქმის სურვილიც გაქვთ ჩვენი მსმენელისთვის, თუნდაც ეს არანაირ ჩვენი გადაცემის ფორმატში არ ჩდებოდეს, შეგიძლიათ მიმართოთ. ხო, რაღაც ახლა განცხადებით არ გამოვალ მით უმეტეს ამ ციფრულ ეპოქაში, როდესაც რა ვიცი, ყოველი დილა შეიძლება განცხადებად გადააქციო სტატუსების მხრივ და ამიტომ ისევ იმ მთავარ თემას დაუბრუნდები, იმიტომ რომ საღამოს პოდკასტის ჩაწერა ცოტა დაღლილი ვარ ხოლმე და მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომ ზოგ შეკითხვას არ ვიცი, რამდენად მოვაბი ხოლმე თავი, რამდენად სწორად და ნათლად ავხსენიან. ძალიან კარგად ახსენეთ ყველაფერი. ხო, ამიტომ თუ სადმე ხარვეზი გამეპარა დავაკელი რამე ბოდიში მსმენელს თქვენს, მაგრამ ისევ თუ დაუბრუნდები ჩვენს ძირითად თემას, რაზე სასაუბროთაც მე სტუმრად მოვედი, ანუ მსხვერპლისა და მოძალადის თემას, აი აქ იქნება ჩემთვის ისევ მსხვერპლების შესაგულიანებელი, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, ვინც არ უნდა გიტევდეთ, კი, რა თქმა უნდა, ეს მომართული აგრესია ცოტა შეგაზანზარებს, ცოტა შეგაყანყალებს, სასიამოვნო არ არის თავიდან გაგიკვირდება, პირს დააღებ, დაიბნევი, მაგრამ თავარი არის წონასწორობა აღიდგინოთ მალე, იმიტომ რომ ეფუძნებოდეთ თქვენ შინაგან ძლიერ საყრდენს, რომ მე შეიძლება ბევრი რამ მეშლება, ბევრი რამ არ გამომდის, მაგრამ ერთი რამ მტკიცეთ ვიცი, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც განადგურების ღირსია. ეს უნდა იყოს საყრდენი და მაშინ მიხვდები როგორ დაიცვა თავი და გვიყვარდეს ჩვენი თავი, აუცილებლად. პატივი ვცეთ ჩვენს არსებობას. კი. უღრმესი მადლობა ნათია, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა პირიქით. თქვენ კი ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე.